ჩეჩნები როგორც ისეთ გამოირჩევიან თავდადებით, ვაჟკაცობით, სულიერი სიძლიერით, საკუთარი ხალხის დასაცავად ბრძოლის უნარიანობით, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაშინ როდესაც გერმანია მოადგა მათ საზღვრებს, ანუ რეალურად ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არც კი შესულა, უბრალოდ საზღვრებს მოუახლოვდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მას მოუხდა უკან დახევა, სტალინმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ის ადამიანები მთლიანად უნდა აეყარათ და მოიხდინათ მათი გადასახლება. მილიონამდე ჩეჩენი ადამიანი ჩაყარეს ვაგონებში და დაიწყო მათი გადასახლება. დაახლოებით 200,000 ადამიანი საერთოდ ვერ ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე, იმიტომ რომ იყო საშინელი ყინვები, ისინი იმყოფებოდნენ არაადამიანურ, ყოველდღიურ დამამცირებელ პირობებში, ხანდახან რამდენიმე დღის განმავლობაში არ ხდებოდა ვაგონის კარებების გაღება და თქვენ წარმოგიდგენიათ, როცა ვაგონში რამდენიმე ადამიანი არის ერთად შეყრილი და მათ კარებს არავინ არ უღებს და რეალურად მონაცემებშიც აისახა, ხო, მილიონიდან 200,000 ადამიანი ვერ ჩავიდა ადგილზე. ყველაზე ცუდი ნაწილი ამ ისტორიის არის ის, რომ როდესაც მოხდა ჩხრეკა, ამოიღეს ძალიან დიდი რაოდენობით არსენალი იარაღის საცავები, რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ ჩეჩნებს მაშინ ქონდათ იმის საშუალება, რომ მინიმუმ წინააღმდეგობა გაეწია საბჭოთა კავშირის აი ამ წნეხისთვის. ამაზე ცუდი რეალურად რა შეიძლებოდა მათ დამართნოდათ და აი აქ ჩანს ძალიან კარგად სულის გატეხვის საფრთხე, როდესაც ადამიანი იმდენად და ადამიანთა ჯგუფი იმდენად თავარდნილია, იმდენად გამჯდარი აქვს აი ეს უსამართლობის განცდა და შეგრძნება, რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება, რომ აი ამ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს ადამიანი და ისეთი მებრძოლიერის, როგორებიც არიან ჩეჩნები. ამიტომ ყოველთვის არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი პირველ რიგში ყველაზე რთული გამოწვევა, რაც არის ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა ადამიანის ცხოვრებაში, რომ ადამიანი არ უნდა დაეცეს სულიერად და უნდა შეინარჩუნოს ყოველთვის აი ეს განცდა იმისა, რომ ყოველთვის ყველა მოქმედებას აქვს რაღაც აზრი, თუ ეს ქმედება არის აზრიანი.